ცნობილმა ამერიკელმა მსახიობებმა წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით პირველი კოცნა გაიხსენეს. ჰოლივუდის ვარსკვლავების თამამმა აღიარებებმა მათი პარტნიორებიც კი განაცვიფრა. თუმცა მსახიობებს შორის ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც პირველ კოცნას თურმე ამ დრომდელიან. გაიხსენეთ თქვენი პირველი კოცნა. ამ შეკითხვაზე პასუხისგაცემა დღეს მსოფლიოში ცნობილ სახეებს მოუწიათ. ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით გამოკითხვაში მონაწილეობა ამერიკელმა მსახიობებმა მიიღეს. ჰოლივუდის ვარსკვლავებს ერთსა და იმავე შეკითხვაზე ურთიერთგანსხვავებული და საინტერესო პასუხები ჰქონდათ. როგორც მახსოვს, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ალბათ მეოთხე კურსის სტუდენტი. მსახიობის თამამმა აღიარება მისი პარტნიორის ადამ სანდლერის განსუფრება გამოიწვია. თუმცა ჟურნალისტის შეკითხვაზე არანაკლებ განსაცვიფრებელი იყო ბრუკლინ დეკერის პასუხი. როგორც მსახიობმა აღნიშნა, მან პირველად მამაკაც 12 წლის ასაკში აკოცა. მაშინ 12 წლის ვიყავი, მას კი დერეკი ერქვა. სკოლაში ვსწავლობდი. ახლა კი მიმაჩნია, რომ ეს სულაც არ იყო კარგი კოცნა, თუმცა ეს ჩემთვის პირველი იყო. სანამ დაიან კრუგერი ფილმ „უსახელო ნაბიჯვარში“ ორლანდო ბლუმს აკოცებდა, მსახიობმა პირველი კოცნის გემო გაცილებით ადრე ლონდონში იგემა. მე გაცვლითი პროგრამით ლონდონში ვსწავლობდი. ის კი ჩემზე 3 წლით უფროსი იყო. შოკირებული ვიყავი, როდესაც პირველად მაკოცა. ძალიან შემეშინდა და მე ვერ შევძელი. გოგონა, რომელსაც პირველად ვაკოცე, ჩემზე გაცილებით მაღალი იყო. მსგავსი პრობლემები საკმაოდ ხშირად მექმნება, რადგან მე დაბალი ვარ. მახსოვს პირველი კოცნის დროს თითის წვერებზე ვიდექი. ვარსკვლავებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პირველი კოცნის მოლოდინში ამ დრომდე რჩებიან. ახლა 11 წლის ვარ, სასიყვარულო ურთიერთობებს ალბათ 13 წლის ასაკიდან დავიწყებ.